შუადღემშვიდობისა მეგობრებო, გადაცემა ისევ კრიპტობაზარი და ისევ ავთო და ლუკა. შესაბამისად გისურვებთ პოზიტიურ დღეს და აუცილებლად რა ვიცი, არ დანაღვლიანდეთ ბიტკოინის მოძრაობები. ჩვენ ცოტა დავნაღვლიანდით, მაგრამ ჯობს თუ როგორ არის? არა, ჯობს კილომეტრი არა, საქართველოში არ არის. ხო, მაგრამ მოკლედ სიმშვიდე შეინარჩუნეთ, წინა რა ვიცი, ამდენიმე კვირით ადრე იცოდით, როცა ჩვენი გადაცემა დაიწყო, რომ ბიტკოინი 30,000-დან 41,000 ფარგლებში იმოძრავებდა. შესაბამისად, არ ინერვიულოთ, არ აყვეთ ნერვებს. ასევე ახლა სანამ გადავალთ ჩვენს გადაცემაზე, მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ. აუცილებლად სტოპ ლოსებით მიყევით ხოლმე თუ ვინმე ვაჭრობთ ფიუჩერსზე. არასდროს არ გადაუხიოთ მაგ გეგმას. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ დღეს $100 გინდოდათ, $200 გინდოდათ, $400 გინდოდათ, $10,000 გინდოდათ, სტოპ ლოსით მიყევით. მოიგეთ $100. წამოხვედით $40-ში, მოგება არის $60. უყურეთ ესე. არ უყუროთ რომ ვახ $100 რომ მქონდა მოგებული, ახლა $60 არ მეყოფა და რაღაცა არ გაგორდეთ. მიყევით, ყოველ დღიური გეგმა გქონდეთ და დღიურ გეგმაში შეასრულეთ სულ, არასდროს არ გადაუხიოთ ამ გეგმებს. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია coinmania.g, თქვენი საიმედო მეგობარი ციფრულ სამყაროში და ჩვენი ასევე მაგარი მეგობარი რეალურ სამყაროში. შესაბამისად, რა ვიცი მეგობრებო, ნახეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ჩემი აზრით Trust Wallet-ზე თანხის შესატანად, ყველაზე იაფი საშუალებაა ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი პრაქტიკით, იმიტომ რომ Binance თავისი აქვს საკომისიოები და თავისი ასე რომ ვთქვათ ლიმიტები, რამდენი შეგიძლიათ გადარიცხოთ, ხოლო coinmania-და შეგიძლიათ ნახევრის BNB-ს გადარიცხოთ თქვენს Trust Wallet-ზე. თქვენ ალბათ იკითხავდით რას ვაკეთებ? მე ვაკეთებ იმას, რომ დღეს ჩვენ გათამაშების გამარჯვებულს გამოვავლენთ. კი, აუცილებლად მეგობრებო, ამიტომ ვიყურეთ ბოლომდე და გამარჯვებულს მიულოცავთ დღეს USDT-ს და coinmania-ს ანგარიშზე 25 USDT დაირიცხება. შესაბამისად, გამარჯვებულს აქედანვე კითხვები რო არ იყოს, შეიძლება უნდა გაანაღდოს, უნდა Binance-ზე გადაიტანოს, უნდა, რა ვიცი, მეგობარს აჩუქოს, უნდა, რა ვიცი, რაც უნდა ისუქნას. მისია, მოკლედ რო ვთქვათ, ერთხელ უკვე დატესტილი ამბავია, თეო ასტამაძემ გაიმარჯვა და შესაბამისად თეო ასტამაძემ, რა ვიცი, როგორ გამოიყენა, მაგრამ კიდევ ხდება ეხა დოლარში და შეიძლება მეორეჯერაც მოიგოს და ესე რომ უყურე თეო, გვიყურე აუცილებლად. ხო, მეგობრებო, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეორე სპონსორი და მეგობარი არის BitExchange და ყოველ ხუთშაბათს ბევრმა იკითხა და შეგახსენოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს გვექნება BitExchange-ის საათი და შესაბამისად დავიწყეთ უკვე ნულიდან ბიტკოინის და ბლოკჩეინის განხილვა. შესაბამისად გადავალთ უკვე ნელ-ნელა კონკრეტულ პროექტებზე, მინუსებზე, ტექნიკურ ანალიზებზე და ასე შემდეგ. ასევე შეგახსენეთ, რომ მეორე ნაწილში გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე და დარჩი ჩვენთან დღეს უნდა განვიხილოთ პორტფოლიო. ახლა შეძენილი მეგობრებო და საინტერესო თემაზე გვექნება დღეს საუბარი პორტფელზე, როგორ შევადგინოთ პორტფელი, რა არის პორტფელი საერთოდ, რატომ გვჭირდება პორტფელი საერთოდ და ასე შემდეგ. შესაბამისად, რა ვიცი, ყურადღებით იყავით, კითხვები რაც ექნებათ, აუცილებლად დაგვისვით ლაივში, მე აი მობილურში გახსნილი მაქვს ყოველთვის, შესაბამისად ვადევნებ თვალყურს თქვენს აქტივობებს. ერთ რაღაცასაც დაგიმატებთ მეგობრებო, ამ დღეების ვარდნასთან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიტკოინის მაგალითად აი მოძრაობები არ არის ასე რომ ვთქვათ ჯანსაღი, ანუ ჯანსაღი რას ნიშნავს? აკუმულირების პერიოდში ძალიან მარტივია მანიპულაციები. შესაბამისად, ერიდეთ ამ ვეილების თამაშს. ძალიან მარტივად თევზაობენ, ახლა ჩათვალეთ. ყიდულობენ დიპზე, ყიდიან მაღალზე. ეს მაღალი რა არის და რომელი ტოპი არის? აი ჩვენ გადაცემებს რომ უყურეთ, მიხვდებით ხოლმე რომელი არის ლოკალ ტოპები, რომელიც უნდა გამოიხსნოთ და რომელიცაც უნდა მიყვეთ. ესე უყურებენ ეს ვეილები და ამიტომ მუშაობს ეს ამბავი. შესაბამისად, ჭხიბაობა ეს არ არის მეგობრებო. ავთო ისიც შევახსენოთ, გუშინ ჩვენ დავწერეთ კიდევაც ჩვენს Facebook გვერდზე რამ გამოიწვია ხო სავარაუდოდ ეს ეს გამოიწვია ჩინეთში ბანკების, ესე ვთქვათ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, ესე ვთქვათ, დაურეგულირა და აუკრძალა ნებისმიერ საბანკო, ესე ვთქვათ, ოპერაციაში კრიპტოვალუტის გამოყენება, რა ვიცი, 10-მდე თუ 20-მდე. ხო, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვიყავით ჩემი აზრით, იმიტომ რომ როცა ასულია ბიტკოინი 41,000-ზე და უცებ ყვირით რომ აი ბულ მარკეტი მოვიდა. ყოველთვის გეუბნებით 42 ზემოთ უნდა დახუროს თუ მინდა ბულ მარკეტის მეორე რაუნდი. მაგრამ ქვემოთ რომ მოდის აი bear მარკეტი მოვიდა, ეგრეც არ არის. თამაშობს ხო უყურებთ ზემოთ ქვემოთ. ამიტომ ერთ კვირაში ესე იქნება, მეორე კვირაში სხვანაირად იქნება. ზაფხული გვერდი ძალიან მდორე, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ნერვების ამშელი. ამიტომ ფსიქოლოგია გაამაგრეთ, ჩაიკიდეთ რაკეტას, მოკიდეთ ხელი კარგად და შორტად გიჟებივით. კი ბატონო. აელოდეთ ხოლმე დასაშორტ მომენტებს. დალონგვა ძალიან ხარისხი. მე მზადა ვარ, და ლუკამ გამოვცადეთ ჩვენს თავზე გუშინ საღამოს. შესაბამისად არ მოდუნდეთ მეგობრებო.
მეორე ნაწილში დაგიბრუნდებით ალექს უდადესთან ერთად და განვიხილავთ დავიწყებთ ჩვენს დღევანდელ თემას. ახლა კი მეგობრებო 1-20 წამი შეისვენეთ, მაგრამ არ მოდუნდეთ. ისევ გამარჯობა მეგობრებო, ესე იგი მოკლე ინფორმაციას გეტყვით, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით რაც მოხდა ზურამ და ესე იგი ესეთი რაღაც არის, iOS-ის რეგულაციებში არ ჯდებოდა ეგ ამბავი და DeFi ამოიღეს. ამიტომ Android-ებს ეს არ ეხება, არ ჩენს coin-ებს არ ეხება, არაფერს, უბრალოდ მოგიწევს წვალება, რომ გაყიდო, იყიდო და ასე შემდეგ. ბრაუზერიდან იძამ ძალიან მარტივად დააკონექტებ. ახლა კი მეგობრებო გადავიდეთ ჩვენ სტუმართან ერთად გაგაცნობთ ბატონ ალექს. ალექს როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას, მადლობა. პირიქით, მადლობა რომ მოხვედი და დღეს რაღაც ესეთი ამბავი. ალექს არის კიდევ ერთხელ შევახსენე მაყურებელს კრიპტოვალუტის თუ როგორ კრიპტოს სერტიფიცირებული ექსპერტი არის და შესაბამისად ძალიან საინტერესო ეთერი გველოდება დღეს და დარჩით ყველა თქვათ რატომ და როგორ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება კრიპტოვალუტაში და თავარი თემა ჩვენი დღევანდელი იქნება პორტფელის შედგენა და რის მიხედვით ვადგენთ პორტფელს და რატომ ვადგენთ და თქვათ რატო ყიდულობთ იმ კონკრეტულ coin-ებს. სანამ ამას დავიწყებთ ბატონო ალექს, აი თუ შეიძლება რომ გათამაშების გამარჯვებული რომ გამოვავლინოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, ეს ასე ვთქვათ, ასე დავიწყოთ. ხო, პოზიტიურ ნოტაზე რომ დავიწყოთ და გამარჯვებული. ჩავყოფ ახლა მე ჩემ მომგებიან ხელს. და დავატრიალე დოლურა. საათის საწინააღმდეგოდ ეს ყოველთვის ამართლებს. აჰა. და ამოვიღებთ ახლა ისე რომ მე არ ვნახავ და თქვენ გაჩვენებთ. კი, ათო აბა. კი ბატონო, ესე იგი ვინ არის? და გამარჯვებულია მეგობრებო საბა ჭიჭინაძე. საბა გილოცავთ, რა ვიცი. გილოცავთ. დეტალებზე 25 დოლარით ბევრმა დაიწყო ამ ინდუსტრიაში შემოსვა და ბევრმა სხვათა შორის ძალიან დიდი თანხები მოიგო, აქედან გამომდინარე წარმატებას გისურვებ. საბა გისურვებ რომ პორტფელი ჩვენს მიხედვით და აგერ ამ ადამიანთან ერთად საინტერესოდ რომ შეადგინო და შეგიძლია ის 25 დოლარი გადაანაწილო
განაწილო ეს თქვა ისე რაციონალურად რომ მე უკვე დიდი თანხები მოიგო რა. თან კარგი გადაცემა დაემთხვა. საბა გილოსავ კიდე ერთხელ. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვის შეუძლია ალექს გააკეთოს ინვესტირება კრიპტოვალუტაში ისეთი მარტივი ამბიდან დავიწყოთ და რა ვიცი, შენი პრაქტიკა და გამოცდილებას გაგვიზია რომ ამ ინვესტირებებთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ეგ პრაქტიკა დავიწყე 2012-ში. მართალია ყველას მაშინ ცოტა ესეთი ვეგონე. რა ის კრიპტოვალუტა წამოდი რა პური ჩამო დაანდემე სისულელებს თავიო. უბრალოდ ყველას მოგიწოდებთ ერთ რაღაცას. როცა რაღაცის გჯერათ, დარწმუნებულად რო გჯერათ, აკეთეთ ბოლომდე. სანამ ბოლოში არ გახვალ და არ დაინახავ გვირაბში სინათლეს, არ მოეშვა. მერე დადგება ხალხი და გვირაბიდან რო გამოხვალ, ტაჩი დაგიკრავე. ეს არის წარმატებული ხალხის ფორმულა და ყველას მოგიწოდებთ თუ რამის ძალიან გჯერათ, გააკეთეთ. თუ არ გჯერათ, შეისწავლეთ. იქამდე სანამ დაიჯერეთ. Till you die. ხო. ეხლა წავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემას, რაც შეეხება პირველ რიგში, მინდა გითხრა ძალიან ხშირად მეკითხებიან ამ კითხვას და სულ ყოველ სადღაც შეხვედრაზე, რაღაც ივენტზე, საღამოზე თუ ოჯახში ყოველთვის დგას კითხვა ასე. ბიტკოინში ინვესტაცია, ბიტკოინში ფული მინდა ჩავთო. და ემან გაჩერდი ვეუნდები. ემან იცი რას აკეთებ? ხო, ჩემ მეზობელმა ქნა და მეც მინდა. არასდროს მეზობლის ხათრით და მეზობლის ჯინაზე ეგ არ გააკეთოთ. კრიპტოვალუტაში ინვესტიცია არის იგივე ინვესტიციის მიმართულება, როგორც მაგალითად თემაში რაც შენ არ იცი. როდესაც ექიმი აკეთებს რესტორანს, ეს ხშირია. იმიტომ რომ ჩემ ეხლა უბრალოდ кейსი გამახსენე და ჩემ მეგობრებმა გააკეთეს. ან ვიღაც ფინანსისტი მიდის და ასტრონავტებში ფუძლებს, ეგ უკვე ისეთი რისკია, რაც არ გესმის. ამიტომ ყველას მე მოგიწოდებ, სანამ დაიწყებთ კრიპტოვალუტაში, ან საერთოდ კრიპტო თემაში ინვესტიციას, ან აიღეთ რაღაც თანხა, რომლის გადაგდებაც არ გენანებათ და იმაზე ისწავლეთ და მისამბავი. ხო, თქვენი თემა სწავლის საფასური იქნება ის, რაც დაკარგეთ. ჩვენ მაგას ვეძახით ალექს შაურმის ეფექტს, აი ავტოსაგეგეთი გამოთქვა, რომ 2 დღე, 3 დღე აჭამო შაურმა, მაგალითად სიტყვაზე პირობითად და ის ახლა რომელიც არ გენანდება, ის 3 დღე შეგიძლია ესე ჩადო რა. შაურმა შეგიძლია. შაურმის ეფექტი შეგიძლია გააკეთო. იგივე სხვა რაღაცა ადამიანებს გვაქვს უბრალოდ როცა რაღაც ფული გვაქვს, ფიქრობთ რაში დავხარჯოთ და უეცრად შედიხარ მაღაზიაში და ვაფშე საერთოდ არ ფიქრობდი რომ ეს უნდა გეყიდა და ყიდულობ. ანუ ემოციურ ფონზე ღებულობ საერთოდ გადაწყვეტილებას. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებ კრიპტოვალუტაში ინვესტიცია ემოციურ ფონზე არ გააკეთოთ. და არასდროს არ გააკეთოთ. აი ძალიან დიდი შეცდომა როცა ადამიანები ვაჭრობენ ნასვამი. მაგაზე დიდი შეცდომა მე არ ვიცი ტრეიდერებში. ემოციური ფონი უნდა დაიყვანო მინიმუმზე მედიტაციის მერე გამოდიხარ და გინდა ინვესტიცია და გინდა რაღაცა კრიპტო თემაში ფული ჩადო. კი ბატონო, მაშინ სწორია. 99%-ით გაამართლებს. სხვა შემთხვევაში არა. და ამ კითხვას რომ ესე ვთქვა დავაცვლოთ ეს კითხვა ვის შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სირთულე არის დაახლოებით იმეილი რო შექმნა დღეს. აი დაახლოებით მაგ სირთულის ამოცანა გიდგება წინ და ეს იმეილის ვერიფიკაცია რო გაიარო. იმიტომ რომ დღეს იმდენად ბევრი სერვისებია კრიპტოვალუტაში ინვესტიცია, ანუ ფიატური ფული, სახელმწიფო ფული რო გადაიტანო კრიპტოვალუტაში და იყიდო კრიპტოვალუტა, იმდენად ადვილია და იმდენად ბევრი სერვისებია რო ასე ვთქვათ, აი თქვენ სპონსორებსაც ეგ ძალიან ადვილად შეუძლიათ. ამას გააკეთებ უახლოეს 5 წუთში, ან თუ გაქვს ტელეფონი, ან თუ გაქვს ნოუთბუქი. ეგ არის და ეგ. და კიდე კრიპტოვალუტის ინვესტიციაში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. ეგ არის კიდევ კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი რო გუშინ წინ დაიბადა, ჯერ პასუხისგებლობას ვერ იცნობიერებს, მამამ რო ჰალდ ვოლეტია ჩუქა და შეგუთხი ბიტკოინი დებს. ის ბავშვი თუ სწორედ აღიზრდება, ის ძალიან კარგად გაიცნობიერებს ამას, რომ მამამ თავის დროზე დიდი რაღაც საქმე გაუკეთა. ამიტომ ყველას მოუწოდებ ბავშვებთანაც მე აქტიურად მუშაობ ხოლმე ფინანსურ განათლებაზე ვიმუშაობ. ახალგაზრდებმა ფინანსური განათლება მიიღონ იმდენი ცნობიერება, რომ არ იყოს ეს მასვით დამაბნეველი სამწუხაროდ ჩემ ბავშვობაში მე მეუნებოდა რომ ფული ბოროტება და სანამ ეს ჩემ ფსიქოლოგიაში ხელის ჭუჭკი ხო არა ბოროტება იყო პირდაპირ მეუნებოდა რომ ფული ბოროტებაა და აქ მარტო უფროსებს და ვერ გავიგე როდის გავხდი ეს უფროსი მაგრამ ჩემ და საბედნიეროდ დაიშალა საბჭოთა კავშირი და მე უკვე ასე ვთქვათ რაღაცებით გადამილავდა აი ლუკას ყავს ორი შვილი და პატარა დაყავს კიდე რა დაასახმა მაგალითად დაბადების დღეზე აჩუქა ადა
ნუ სიმწოვანი რო გახდება, მე პორტფოლიოს უკეთებს. და სხვათა შორის განათლების პროექტებში ძალიან დაინტერესებულია და ბავშვი რო წამოიზრდება, უკვე იმედი მაქვს, რომ საგანმანათლებლო პროექტები მაგ დროს იქნება. კი, მე თან smart კონტრაქტებს საფხულში ვუშვებ და რაღაცა ეგეთი მინდოდა რაღაც არაორდინალური საჩუქარი მინდოდა რომ გამეკეთებია ჩემ შვილებთან მიმართებაშიც გეგმა უბრალოდ. კი, მე ჩემ შვილებს ზუსტად მასე ვაძლევ, ანუ პირდაპირ კი არ ვუდებ გამზადებულ სტეპსზე. ვუდებ ეუნები რომ იმედი ყველაზე სწორი სწორი, ეს იმედი კონდეს ამისი, მაგრამ შენ უნდა განავითარო. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, შეიძლება ხა ცოტა გავიდეთ, მაგრამ ესეც საინტერესო მომენტია ალბათ, რომ აი რაღაცნაირად ეს სწორი რაღაც თქვით ახლა თქვენი რომ ანუ გონიათ ხოლმე რომ რაღაცა თუ ესე ვთქვათ გაუკეთებ ხო, ანუ შენ წვალობ და გაუკეთებ და ესე თუ იცხოვრებენ, ანუ ეს უინტერესოა ხო, ანუ რეალურად შენ ყველაფერს შენი გადი ადამიანს თუ გინდა სიკეთე, შეერ ადამიანს თუ გინდა სიკეთე გაუკეთო, საჭმელი არ უნდა აჭამო. უნდა ასწავლო თევზის ჭერა. თორე შენ ყოველთვის მის გვერდით კი. დამას ვერაცნობიერებენ თვითონ ის ადამიანები, ეგ არ აუშვებს. თავარია შენ თავთან იყო მართლა. აი ეგ არის. აი რა ტიპის ინვესტიცია შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი მაგალითად ესეთი ინვესტიცია რო გავაკეთოთ, სწორია, ესეთი არასწორია მაგალითად. ან რომელი იქნებოდა შენი გადმოსახედნე, შენი პრაქტიკით ისეთი ინვესტიცია, რომელსაც ექნებოდა გამართლება. ზუსტად ეგ კითხვებია ძალიან ხშირად გამეორებადი, მადლობა მაგ კითხვისთვის, იმიტომ რომ ჩემ საახლობლოში და ჩემ სამეგობროში ყველა მაგას მეკითხება, რა თანხით დავიწყო ინვესტიცია. არ არის სწორი თქმა აბსოლუტური რიცხვის. შენი შესაძლებლობების დაახლოებით 10-დან 15%-მდე ფინანსური შესაძლებლობები უნდა გადადო ხოლმე ყოველთვის, რომ იყვნენ შავი დღისთვის. ანალოგური სიტუაცია არის კრიპტო ინვესტიციაში. ეს არ არის შავი დღის ფული. ეს არის ფული, რომელიც შენ მიზნამდე მიგიყვანს. აი მაგალითად ამბობ რომ მე რო სტუდენტი ამბობს რომ მე რო დავამთავრებ უნივერსიტეტს, რაღაც სამსახური მელოდება, ვიცი უკვე შემოსავლებ, მაგრამ აი ეს ავტომობილი ცოტა ძვირი როა დღეს ჩემთვის, $43000 მე სტუდენტი დღეს ავტომობილში ვერ ვიხდი, მაგრამ 3 წლის თავზე მე ეს თანხა რაღაცნაირად თუ შემოგროვე. მაგრამ თან მამები იხდიან ხო? ხო, არა, სტუდენტი როცა თავდაჯერებულია. ზუსტად ამას შეუძლია რომ ეხლა დაუშვათ $1-2000 კრიპტოვალუტა, $5000 კრიპტოვალუტა რო შეინახოს და სწორი დივერსიფიკაცია მოხდეს. 3-4 წლის მერე მითანხამდე ავა. აქვე გავიხსენებ ალექს რა, ჩვენ მქონდა ესეთი რაღაც რა, ჩემი მეგობრის кейსი არის ზუსტად ესეთი, რომ მანქანას ყიდულობდა და საუბარი ქონდა $200 გიდა ბიტკოინი და ბიტკოინი ხარ ვიყიდო თუ მანქანაო და ანუ მან რეალურად მე ხა ვერ დავიკვეხნი იმით, რომ თქვენაირი ხედვა მქონდა 2012-შან არ მქონდა ესეთი გზელოვადიანი ხედვა, რომ აი არიქა, მაგრამ იყო მან რაღაც პოინტები, ჩაწოთებები, რომ 1-2 ცალი მაინც იყიდე და მანქანა თქვა რაღაც ეგეთი და ბიტკოინები რიგდებოდა, უფასოდ რიგდებოდა. აუსეტები იყო საიტი, საათში ერთხელ დააკლიკებდი, $0 გაძლევდა. წარმოვიდგინე და $2600 მაშინ მანქანა იყიდა და დღეს ხა მირეკავდა სხვათა შორის ერთი თვის წინ და მეუბნება რომ აი $2600 წარმოვიდგინე მომივიდა და რამდენი ბიტკოინი ხო 13 ბიტკოინი. და 13 ბიტკოინი. კორპუსი ყიდა ეხლა 13 ბიტკოინი. ხო და მაგას გეუბნებით რომ ზუსტად ინვესტიცია მოახდინეთ იმდენი, რაც გრძელვადიანად არ გენანება. ანუ არ გჭირდება. მე მეგობრებსაც ვთქვი, ერთი წელი რაღაც თანხა გაქვს, ლარი, დოლარი, ევრო, რამე გადადე. კი. ჯერ ერთი ინფლაციისგან დაიცავ. აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ფიატური ფულის ინფლაციას ვერ ხედავს, კატასტროფულად დიდია. განსაკუთრებით დოლარის ინფლაცია ამ პანდემიის დროს წელიწად ნახევარში იმდენი ტრილიონი $, აწარმოა ამერიკამ, ბოლო წელიწადში ამდენი არ უწარმოებია. აი, მაგრამ მან დრო ვოლატილი არის ცოტა მარკეტი, რომ ვოლატილურია, მან ვოლატილური რო არის, თუ დააკვირდებით წლის ჭრილში, დაუშვათ ერთი წელი წელს, ერთი წელი შარშან, ერთი წელი შარშან წინ, წელს მაჩვენებელი შარშან წინდელზე არასდროს არ ბრუნდება. ანუ თუ დაიჭერ იმ პერიოდს 2 წლიან, 3 წლიან ჭრილს, იქ არასდროს დაბრუნდება. და შენ თუ რაღაცა ქვეყანა არ იქცევა, ნუ გაყიდი 21 ივლისს და გაყიდე 7 აგვისტოს. გექცევა რა? ხო, ანუ არის მომენტები, შენ უნდა უბრალოდ დანიშნო. მაგას ქვია ფასის მონიშნვას ვეძახი. შენ ამბობ რომ მე ხა ვიყიდე ეს კოინი $1000. ამის გაყიდვა მე მინდა 6500-დან 7000-მდე. გახდა 6500, გაყიდე. მერე 9000 რო გახდება, აღარ დაინანო, მოდი და აუ ნეტა არ გამეყიდა და 9000 გახდა. შენი მიზანია 7000. ეტაპზე მქონდა მე დავთო ზუსტად. ხო, შენ რა მიზანიც გაქვს? ნუ ლოგიკური მიზანი უნდა იყოს, ეხლა 157 მილიონს დოჯს ნუ დაადებ. კი. მანდარი ამბავი ის რომ მოგება არის მოგება. ეგ პრინციპია. მოგება არის მოგება და შენ რაც კმაყოფილებას გიქმნის, ის კმაყოფილების მაჩვენებელზე უნდა დააყენო. ან ცოტა დაბლა, -10%. მაინც რო ადამიანს ხო ეს უყვარს რა, ცოტა მეტობა და ცოტა
და ფანტაზია შეავიწროვე 10%-ით, ეგ ნორმალურია, მაინც კარგად დაგრჩება. ამიტომ ყველას გირჩევ რაღაცა თანხები, მცირე თანხები, რომელიც ლაქშერი სერვისების დახარჯვაში შეიძლება არ დახარჯო, დღეს გადადო კრიპტოში, იმიტომ რომ ეს არის შემთთვის ასე ვთქვათ სტაბილური აქტივი. ოღონდ იმ კრიპტოვალუტას ნუ შეინახავთ საეჭვო საფულეებში. შეინახეთ ან აპარატურულ საფულეში, ან ისეთ საფულეში პროგრამულში, რომელიც არაკასტოდიალურია, ანუ სიტყვები შენთან არის. იმიტომ რომ მე ვიცი, ბევრმა ბირჟებზე შეინახეს MTGOX-ის დროინდელი ბირჟებიდან და BTC-ზე აქვს შენახული და ხოთა შორის აი თქვენ რომ ანახეთ Trusty Wallet-ს აქვს, სიტყვები შენით უნდა შეგეცი. კი, სიტყვები შენით უნდა. საფულე რომელსაც სიტყვები შენ უნდა შეინახო, მე ხარ რამოდენიმე საფულე ვიცი, რომლებშიც ადმინისტრატორი მაინც ერევა. ამიტომ კარგად შეამოწმეთ სიტყვები, ანუ იმაზე GitHub-ზე უნდა idოს. კი, კოდები უნდა idოს რიცხვი. ანუ კოდურად შეიძლება მან მაგის გაკეთება, უბრალოდ ცოტა მეტი პროცედურაა საჭირო, აი დავიქიას გეუბნება. შეიძლება დაშიფრვა. რავი, შეგვიძლია მეგობრებო, მაგ დაშიფრვაზეც გავაკეთოთ პატარა ტუტორიალი, როგორ დაშიფროთ, მაგალითად ძალიან მეტად გავაკეთოთ, მაგრამ მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ შეგიძლიათ Google Drive-ზე დაშიფრული თქვენი კონტეინერი დადოთ, ჩაკეტილი რაღაც ნორმალური კრიპტოგრაფიით, 256-ით და შეინახოთ. არ მგონია უახლოეს 5-7 წელიწადში ამის გატეხვა მოახერხო. ახლა Google Drive-ზე ვინც არ უნდა თქვას, რომ ადვილია მიღწევა, შეიძლება აღწევს ადვილია, თუმცა იმ კონტეინერს ვერ გახსნით. და შენს პაროლი არ უნდა დაგავიწყდეთ. მე აგერც ჩვენი მეზობლებიდან სომხეთიდან მომმართეს ცოტა ხნის წინ 28 ბიტკოინს აწვალებენ საფულეში. უბრალოდ ადამიანს აღარ ახსოვს საფულის პაროლი და username და ეს რაღაცები. აწვალებენ, როგორმე შევიდენ და თან აპარატურული კი აქვთ. და იმის პაროლს ხო შანსი არ არის ვერ გათიხავ და ზიან და ყველა ვარიანტებს ვცდილობ. მოკლედ ეგრე, ამიტომ გავუფრთხილდით თქვენს აქტივებს. ყველას გირჩევთ ფურცელზე ამოიწეროთ 3 ეგზემპლარად ბებიასთან, დედასთან, ქმართან, დასთან, ძმასთან. მიწაშიც შეინახოთ. სხვადასხვა ადრე ხო იყო, აი სადამდე მივედით მეგობრებო, რომ ადრე იყო ხოლმე მე მახსოვს ბაბუაჩემისგან, რომ აი ჩვენ ერთი მეზობელი იყო და მაგასო მიწაში ყო და დამარხულია ფულ, ანუ კეში ქონდა, ფიატი ქონდა. დამარხულია. ეხა შეგიძლია ფურცელი, წარმოვიდგინე კოდური სიტყვები შეინახო და ციფრული ამბავი. ამოიღოს მეზობელმა და მოიპაროს. მაინც ვერაფერს იზავს თუ არ იცის. ანუ რაღაცნაირი სინთეზია ხო ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემის მიწა და დეცენტრალიზებული აქტივი. ნუ თან ახლა თან რადგან ამ საფულებზე გადავედით, თან რა თქმა უნდა ყველაფერს ახლავს რისკებიც ახლა ინვესტირებას, რა ვიცი, თავის რისკებიც ყავს, მაგიტომ ვეუბნებით ადამიანებს, რომ რისკი რო არ ახდეს, იმას არ ვეთქვით, რომ შაურმის ფული, შაურმის ეთიკი დამოუკიდებელი. რისკი რადგან ახლავს, ამიტომ კარგი იქნება აი ამ რისკებზეც რო ვისაუბროთ ალექს და წყალქვეშა ქვებიო, მაგრამ მე აი დავარქვევდი უფრო აი წყალქვეშა ნაღმებს. აი ეგ წყალქვეშა ნაღმები რა აქვს კრიპტოს თავის ასე ვთქვათ ოკეანეში. კი ბატონო, მაგაზეც მოგახსენებთ, ეგ არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოს კრიპტო ენთუზიასტმა, რომელიც იწყებს. პირველ რიგში რისკი არის ორი. არასწორი საფულე გქონდეს, არასწორს გულისხმობ იმას, რომ არასაიმედოა, პოპულარულია, მაგრამ მისი ასე ვთქვათ საიმედოობა იმდენად დაბალია, რომ ჰაკერებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა. მაგალითად, ყველა ბირჟა. ნებისმიერი ბირჟა, Binance-დან დაწყებული ბირჟა, რაც უფრო დიდია, მით უფრო საინტერესო ჰაკერისთვის. მე არ ვიცი კრიპტო სამყაროში ჰაკერი, ვინც Binance-ზე კბილებს არ ილესავს. შანსი არ არის ადამიან. ანუ ეს არის მათთვის თვით რეალიზაციის პირველი ეტაპი, რომ ძლიერი ბირჟა დავხაკე რა მაგარია. კი, ბირჟებს თავის დაცვები აქვს, ყოველდღე ახალ ალგორითმებს ამატებენ, მაგრამ იცოდეთ, დღეს ბანკებს აღარ ძარცვავენ. დღეს ძარცვავენ კრიპტო ბირჟებს. იმიტომ რომ კრიპტო ბირჟებზე ძალიან დიდი მასაა, თითო დაუშვათ აკაუნტიდან 9 ცენტი, 9 დოლარიც რომ მოიპარო, ეს ხანდაზგინა იგულა. აი ჩვენ ჩამორჩით უბრალოდ. მაგაზე ვიტყვი ესებუა ბანკებთან ისევ ბანკებს დარს. მაგაზე ერთ რამეს ვიტყვი ალექს, არ ვიცი ამდენად იცით, არის არსებობს ესეთი სკამი, ანუ თაღლითური სქემა, Nigerian scams ეძახიან, რომელიც იყო 4 წელი კეთდებოდა. არა, თუ შეიძლება ვწდები, შეიძლება უფრო დიდი ხანი. ხო, ცენტი გადმოქონდათ თითო აკაუნტიდან ბანკებში და სხვა შორის მაგაზე მუშაობდა, ამერიკის CIA და
პრობლემა რა იყო, იცი რომ ბანკი ცენტრალიზებულად ამას არ აკონტროლებდა, მაგრამ კრიპტო ბირჟებში იქ როდესაც დღის ბოლოს დგება ეს ბალანსები, იქ ამის დაჭერა უფრო ადვილია. იმიტომ რომ ბანკში ეს პრეცედენტი არ იყო, ანუ მეთოდოლოგია არ არსებობდა, რომ ყველა აკაუნტ ჩამოუვარო და დღის და საღამოს ნაშთები შეაძარო, რამდენი გაიტანა მან და როდესაც მცირე ჩამოჭერებია, ის საეჭვოდ გაატარა. ანუ არც ერთი ბანკი მცირე გასვლას არ დადებს საეჭვო ტრანზაქციებში. დიც კი რაღაცა მე რო ეხლა სულ ჩემ ბარად საქართველოში ვატარებ და უცებ ნიგერიის ბანკიდან ჩამომეჭრა ნიგერიის საშაურმიდან ხადია რაღაცა ხადია შეიძლება ბანკმა ეჭვი აიღოს თუ ალგორითმი ჩართულია ისიც თუ არა ოპერატორის დონეზე გაკეთდება და მაგარია მაგათ შეცდომა ის დაუშვეს რომ დიდი ხანი ძალიან დიდი წლები აკეთებდნენ მაგრამ ტრილიონზე მეტი გავია თუ მილიარდ რაღაც ანალოგური სიტუაცია არის ექსჩეინჯებთან ბირჟებთანაც მაგრამ ბირჟებმა ეს ალგორითმი ძალიან მალე დახვეწეს და უпроსორი შეისწავლეს და შეუძლიათ რომ აკონტროლონ დაუშვათ ის ჩამოჭრების ადმინის, ხო? დაუშვათ, იმიტომ რომ ბირჟაზე ყველა ვარიანტი ვერიფიცირებულია ის, როგორც მე ვარ ვერიფიცირებული დამკარგავი, ის მიმღებიც ვერიფიცირებული. თუ ბირჟამ შეამოწმა რომ ის ვერიფიცირებული ეჭვის თვალით რა საეჭვო ოპერაციებს აკეთებს, მას აკაუნტს უკეტავენ და მე გეტყვით რომ დაჟე საეჭვოც რო არ არის ხშირად უკეტავენ ხო ახლა ჩემს გარშემო მე ვიცი ადამიანები რომლებიც ბირჟებს სულ მიწერ მიმოწერაში არიან ეჭიდავებიან რომ რა გინდა ჩემგან რა დავაშავე მაგრამ ბირჟის გადმოსახედიდან რომ ვთქვათ მათ ცოტა სხვა ხედვა სპეციფიკა ერთი კითხვა შემოვიდა მეგობრებო მე უბრალოდ არ ვიცი ამ ბირჟის შესახებ გიორგი ფერაძე Stellar X-ი აი ესეთი ბირჟა არისო და დეცენტრალიზებული ბირჟა არისო და გაძლევსო private key-საცო და რამდენად სანდო არისო და მე მაგალითად ამსმენი არ აქ ერთადერთი კიდევ ერთხელ ზუსტად იმას უნდა დაუბრუნდეთ რომ მაგ როდესაც შენ ბირჟაზე გაქვს უკვე ისა რო ქვია private key ალბათობა იმისა რომ private key ადმინისტრატორსაც აქვს ცალსახაა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ როგორ მე უნდა დამაჯეროს მე ბირჟამ, რომ ის private key რამენაირად ჩემთან დაგენერირდა, ან რაღაც უნდა იყოს ორი მოდული, რომ იმის გარეშე ეს არ გენერირდება, ამის გარეშე ის. და ის უნდა იყოს ბირჟაზე ეს ჩემთან. თუ ეს ჩემთან დაგენერირდა ისე რომ იქ არ არის და მას ყველაფერს გითხავზე ლამაზად დებენ, მაგ შემთხვევაში როგორი თემა იცი დავიჯერებ. ანალოგურად, როდესაც ეს ვოლეთები არსებობს ტელეფონში აპლიკაციის სახით და მისი კოდი დევს გამჭვირვალედ გითხავზე, ყოველი აპდეიტით ჩანს, კი ბატონო, მაგის მჯერა. მე არ ვიცი, არ მაქვს ტექნიკური განათლება, პროგრამისტი არ ვარ, მაგრამ ყავს მაგაც გიორგი, რომელსაც მე მივიყვან და აბა წამიგითხე. და მან წამიგითხა. და ჯერა. მაგრამ როდესაც ბირჟა გეუბნება, რომ დედასგეფიცები არ მოგფარავო, ეს დედასგეფიცები არის ლიმიტირებული თანხა. შეიძლება 0.5 ბიტკოინი არ მოგფაროს. მაგრამ როდესაც იქ 40 ბიტკოინია, აი დედა ცოტა უგან შეიძლება გაიცეოს. დედა უკვე ოჯახის წევრი არ იქნება. უარესი ფორმატ ხო დავით მაგახსოვს რა, რო ამბობს რომ იგინება ვარ. ანუ ადამიანური ფაქტორი უნდა გამორიცხო მაქსიმალურად. ზუსტად ეგ არის, აი რისკები კითხვას დავასრულებ, რომ კითხვაზე პასუხს დავასრულებ, რომ პირველი წყალქვეშა ნაღმი რაც არის, არ უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი. ერთადერთი რისკი რაც შეიძლება იყოს სხვა, ანუ შენ ჩათვალე რომ შენი ფული სხვას მიეცი და სადამდე ენდობი მას. მან უნდა დაგიმტკიცოს რომ არ მენდო. ემასთვის გიმტკიცებს, მაშინ შენ ენდობი შენს ტექნიკურ გამოცდილებას, შენს ოდანას, შენს სწავლას და შენ უსაფრთხოების ნორმებს. ანალოგური თემაა დაუშვათ კი არის ცენტრალიზებული მეილი, მაგრამ და Gmail-ზე რომ მეილი გაქვს, შენ თუ პაროლს აკრიფა 1-დან 8-მდე და იტყვი დედის სახელს დაწერ ან ძაღლის სახელს, ხო და ყველგან ეს აგაქვს. რომელიმე phishing site-ზე შეიტან ამ პაროლს და იქიდან შევლენ შენ პოსტაზე. შენ პოსტაზე თუ შევლენ ბევრ რამეს გაგიტეხავენ. ანალოგური სიტუაცია აქაც. ასევე მე მინდა ყველა გავაფრთხილო და ვუთხრა ძალიან მოერიდეთ, როდესაც თქვენთან მოდის შეტყობინება, რომ ახალი რაღაცაა. ანუ კარგად შეამოწმეთ URL-ში რა წერია მისამართში. თუ იქ Binance-ის მაგალითად Bitnins წერია, ის Bitnins უკვე გასაგებია რომ რა არის. არც კი გავედო დაკლიკება. მეილზე ძალიან ხშირად მოდის ახლა. ხო, ძალიან ხშირად მოდის ახლა მეილზე მომენტი, როდესაც თქვენ რაღაცას გიგზავნიან, თქვენი ჩეკია, თქვენი მოგება, თქვენი პრიზია, რაღაცა ეგეთია, მაგრამ ნუ ისეთ თემა არ უნდა გახსნათ. არავითარ შემთხვევაში. არასდროს არც ერთი თავმოყარე ბირჟა და არც ერთი რაღაც სერიოზული
კომპანია არ გეტყვის რომ იცი რა მე მოდი ეხლა ჩემთან ამას ჩაგიგდებ და ეს ლინკია და გახსენ. ის გეტყვის რეკლამის ბანერის სახით ჩვენთან პრიზების გათამაშება არის ცალკე ბანერად, მაგრამ ლინკს რო აწვევი ეს უკვე საეჭვოა. ეს ძალიან საეჭვოა. მე ხო დაუსვი თუ მე ანუ მაგ თემის ირგვლივ რო ვიტრიალო თქო აი პორტფელის შედგენაში თქვენ რას მიაქცევთ ყურადღებას და რა კოინები შეიძლება ასე თუ ისე თქვა რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის ეს უბრალოდ აი თქვენ რას მიაქცევთ ხო დავაზუსტოთ ეგეც და აი რას მიაქცევთ ყურადღებას თქვენ მაგალითად და პორტფელს როგორ შეადგენთ რის მიხედვით მაგალითად აი მაგალითად ალექს უდაძე როგორ შეადგენდა პორტფელს რა მე ამ პორტფელის შედგენაზე უკვე 2014 წლიდან მეცადინეობ და მინდა გითხრათ რომ არაერთი გზა ვისწავლე როგორ არ უნდა ქნა ანუ ეგეც ცოდნა რა არ უნდა გააკეთო პირველ რიგში არ უნდა გააკეთო ტოპ 5 კრიპტოვალუტაში ინვესტიცია რომლებიც სტაბილურად იზრდება მაგრამ X-ებს ვერ გიწერს როდესაც იღებ შენს პორტფელს უნდა გააკეთო დივერსიფიკაცია, მოახდინო პროცენტულად. არ აქვს მნიშვნელობა აბსოლუტურ რიცხვში რა თანხაზე გაქვს დოლარში საუბარი. თუ ტოპ 5-ს ხო დობის ფაქტორი უფრო მაგარია, მაგას გეუბნები. ანუ ვიღებთ ჩვენს ისა აქტივს და თუ რაღაცა 10,000 დოლარზეა საუბარი, მაგ შემთხვევაში აზრი აქვს ჩაშლას 30 ცალზე. თუ 20-25,000 დოლარზე ქვემოთა გაქვს აქტივი, მე ვამბობ დღევანდელი საქართველოს ასე ვთქვათ შემოსავლების მიხედვით, თუ არა, შეიძლება ეხლა მალაზიაში ან სინგაპურში ეს 150,000-დან იწყებოდეს. მაგრამ შეიძლება 3,000 დოლარი კონდეს ან 1,000 დოლარი მაგნიშობა არა. 300 დოლარიდან შეგიძლია დაიწყო ინვესტიცია, უბრალოდ, როდესაც 1,000 დოლარზე ან 2,000 დოლარზე გაქვს საუბარი, ჯობია 10 ასე ვთქვათ უჯრად გაყო და 10 სხვადასხვა კრიპტოვალუტა შეიძლება. მაგრამ როცა ცოტა დიდი თანხებია, მაგ შემთხვევაში აზრი აქვს 30 უჯრამდე აიყვანო, ანუ 30 სხვადასხვა კრიპტოვალუტა იყიდო, მაგრამ აუცილებლად ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ძალიან დიდი რეკომენდაცია, რომ თანაბარი პროცენტული გადანაწილება გააკეთო. ბიტკოინში არ ჩადოთ ნახევარი თანხა და მეორე ნახევარი ჩადოთ დაუშვათ დანარჩენ ნოც-კოინში. არა. გააქვთ აქტივი, რომელიც უნდა გადაიყვანოთ კრიპტოში და პირობითად ვაკეთებთ 10 კოინზე. 10 ნაწილად ყოფთ ამ მას რა ქვია აქტივს, 1/10 მიდის ამ კოინში, მეორე 1/10 ამაში და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე ოპტიმალური დივერსიფიკაცია იმ ხრივ, რომ თქვენ არ იცით წინასწარმეტყველება. თუ ვინმე წინასწარმეტყველია და 8 ფეხა ყავს ამაში წინასწარმეტყველი, მაშინ კი ბატონო. როგორც კი თქვენ გადაანაწილეთ 10 ნაწილად იწყებთ რომელი კოინი ავიღოთ, ასე ვთქვათ, მეათედებად. კლასიკური კოინები მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. ბიტკოინი, ეთერიუმ კლასიკი და უშუალოდ იგივე აი Ripple-ზე ცოტა თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მე არ მომწონს პირობითად თუ არა ეგ შეიძლება ახლა მისა. წარმოების ბევრი ჰეითერი ყავს მოკლედ Ripple-ზე ეგ არ არის გასაკვირი. ჰეითერი რა, Ripple-ის თავარი ამბავი არის ის, რომ კრიპტოვალუტა ფაქტობრივად არ არის. არა, ხო, ნუ მაგიტო ამბობ რომ ანუ გასაკვირი არ არის, ხო, რომ ანუ ჰეითერი რა ყავს მაგას თავის მიზეზები. კი, მიზეზები აქვს, ანუ მე ვერ მივხვდი როგორი წარმოება Ripple. ბოლომდე ვერ მივხვდი. თუ ვინმე ამას მიმახვედრებს, კი ბატონო. აი, დავითთან ერთად გვექნება ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი არის. დავითთან ერთად გვექნება სხვათა შორის Ripple-ზე ეგ ანხილა კრიტიკული ნაწილი. და ტექნიკურად ავხსნით, აი, soft-ის ნაწილშიც და თვითონ კოდის ნაწილშიც. გასაიდუმლოებული არის, ხო? რა ისა აქვს, იმიტომ რომ მაგის მაგათმა რაც დადეს ყორთხოში და თავიდან რაც გაამჟღავნეს კოდი, ის ბევრმა ადამიანმა ჩემს გარშემო წაიკითხა არ და იზა. ნახე რამდენზეა ბიტკოინი 31,700-ს. კი. ხო. შესაბამისად და მისი მადლი უკაცრავ. შესაბამისად ეს მომენტი რომ კლასიკური პირველი ტოპ-10-დან რაღაცები უნდა ავიღოთ, ეგ ცალსახა უნდა ავიღოთ. იქვე არის დაუშვათ Cardano-ც, იქვე არის ანუ დეცენტრალიზებული კოინებიც, იგივე Polkadot-ი დაუშვათ Uniswap-ი და ასე შემდეგ. აი Bitcoin Cash-ზე ცოტა თავს ვიკავებ ხოლმე, იმიტომ რომ მე კი პირადად ძალიან კარგად ვიცნობ როჯერი აქ რო იყო ჩამოსული, დიდხანს ვიკამათეთ, რატომ უნდა ვიყიდო Bitcoin Cash-ი და მე მგონი ვერ დამაჯერა. მაგრამ აქ სხვა თემა, ანუ კლასიკური top 10-ში რაც შედის ხო, გარდა stable coin-ებისა. მან უნდა რაღაცნაირად ყურადღებით დავაკვირდეთ და ის მე-10 უჯრები შევავსოთ იმის. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე top 20 coin market cap-ზე ან CoinGecko-ზე 30-ის ქვემოთ.
იქ არის ძალიან საინტერესო coin-ები, იგივე დაუშვათ ტრონი. მაგ ჭრაში არა 10-დან 30-მდე არა 30 ქვემოთ? 30-ის ქვემოთ არის X-ებიანი ისინი coin-ები, გამიგე? ხო, და აი 30-ის ქვემოთ რა ჩაიხლა, მაგალითად დღეს coin market cap-ზე ვუყურებ 30-ე არის Shiba Inu. Shiba Inu-ზე რაც არ უნდა ვიცინოთ და რაც არ უნდა X-ები დაწერა 10, 20, 30 X-ი დაწერა. ანუ ეს ისეთი აქტივია, უჯრაში რომ მიდევს 3 წლის მერე ან გამიქრება, ну, დიდი ალბათობით არ გაქრება, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ეკნება, ან 7-8 X coins, საპროსტო 7-8 X მოგებას თავისუფლად დამიწერს. შესაბამისად ეგ მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ Shiba Inu-ს არიდია. ხო. ამ შემთხვევაში 1 წლის მერე რომ შევიღებთ იმ პორტფელს, რაღაცა coin-ები გაიზრდება 2-3 X-ით და დავინახავთ ეს რომელიღაცა აიწევს 30 X-ით. ერთმაც რო 30 X-ით აიწიოს, ერთმა ტილიანმა. ის უკვე შემთელი პორტფელის მოგების, ასე ვთქვათ, იმედს გიზარდის, ისა გაძლევს. რის იმედიც ქონდა პორტფელში. შეიძლება გავიგოთ მაგალითად რა coin-ები აქვს, ну, თანხებს რა თქმა უნდა არ ვიკითხავთ, ანუ რა coin-ები აქვს Alexandre-ზე? კი, როგორ არა, კაცო. რამდენიც გინდა. უბრალოდ ეხლა აქ რო ჩემი პორტფელი გაქვს, აი ვერიფიკაციები და რაღაცა მინდა, მაგრამ Bitcoin-ი, Ethereum-ი, Ethereum კლასიკი, აი Doge-ზე თავს ვიკავებ ძალიან, იმიტომ რომ ვიცი როგორ აწარმოეს და ბიჭებმა დადგენდა იხუმრეს უბრალოდ და გააკეთეს ხუმარა coin-ი და მე არ ვიცი. მამაზე იკაიფა პროსტა. ხო, უბრალოდ მასკმა ესეთი იგივე Stellar-ი მაგალითად ძალიან მომწონს მე. ტრონზე ძალიან აი გიორგი დიდი მედებს ჩვენი მაყურებელია Stellar-ის თავგადაკული ფანი არის და აი გიორგი Stellar-ს ძალიან კარგი ასე ვთქვათ პრინციპი აქვს და მაგას ასე ვთქვათ დიდ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს, უბრალოდ Stellar-ს ჭირდება დრო განვითარებას. Ripple და ეგ შეიქმნა ერთად როგორც და მე გავიდა Stellar-ის Ripple-ის დაყენება Stellar-თან სირცხვილი. ხო, არა, კი, უბრალოდ ერთად შეიქმნა. რო იყო და ეს მაგალითად შემილია ძალიან ასე ვთქვათ ყურადღება მიაქცეთ Monero-ს. Monero კი არის ასე ვთქვათ, Monero-ს კი აქვს პრინციპი ფარული ტრანზაქციების და რაღაცების, მაგრამ Monero-ში არის საინტერესო ფიჩები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ეს ფარული და dark market-ისთვის ვითომ საინტერესოა, კიდე არის ფიჩები, რომლებიც დღეს შეიძლება ბევრ საბანკო პრობლემებს გადაწყვეტს. ამიტომ Monero-ც საკმაოდ ისეთი აქტიურად საინტერესო თემა სულ ამ მონიტორინგის საჭიროა. კი, Monero-ს და Solana-ს შემატკივრობ მეც. ავთო fundraising ამბავი როგორ ხარ შევახსენოთ მაყურებელს შეახსენ. ანუ ეს ჩაჭრის ამბავი. ხო, ჩაჭრის ამბავი. აქვე მეგობრებო, რადგან Monero ვახსენეთ და რადგან საბანკო ფიუჩერსები ან ფიჩერები ვახსენეთ, რომელიც შეიძლება Monero-ს შეავსოს, ასე ვთქვათ და გამოიყენოს, შეგახსენეთ, რომ ჩვენ გვაქვს fundraising-ი, შესაბამისად გამოიყენეთ ეს შანსი და გახდით ჩვენი კლუბის წევრები. დღეს ასევე ანონსები გვექნება რაღაც კარგი პროექტების. კარგი, ალექს, იცი რა მინდოდა რომ მეკითხა შენთვის ინვესტიციას დაკავშირებით, ესე იგი, ეს რისკები გავიარეთ, coin-ებიც გავიარეთ. უბრალოდ აი პორტფელში მაგალითად შენ რა ადგილს უთმობ მსგავს მაგალითად Shiba Inu-ს მსგავს coin-ებს და რა ადგილს უთმობ აი მაგალითად მე უყურებ ესე ხოლმე რა Shiba Inu-ს და მსგავს coin-ებს უყურებ წმინდად ფინანსური კუთხით მეტი არაფერიდან დანიშნულება რო არ აქვს და всё მორჩა და რაღაცები არის რომელსაც სერვისები და თავის DeFi და თავისი რავი ეკოსისტემა აქვს შექმნილი ზუსტად აი ეს დეცენტრალიზებული coin-ები დღეს იყიდებენ ფეხს მე დარწმუნებული ვარ რომ 5 წლის მერე იქიდან 30% თუ დარჩა მაგარია, შეიძლება 20 დარჩეს, მაგრამ ის ძირითადი coin-ები, რომელიც არის Uni-ზე, მაგალითად, აი ხავე გაჩვენებთ მე თქვენ. Shiba-სნაირი coin-ი იყო. ხო, თან ის არის რომ Pancake. აი Pancake-საც მინდა გითხრათ, არის ეს ისეთი coin-ი, რომელიც ჯერ ახალია, ასე თქო, წვანე და ჯერ აი ახლა იზრდება, მაგრამ ნუ მიუხედავად იმისა, რომ კარგად ასტეიკებენ და სტეიკინგის თვალსაზრისით მაღალი მოგება აქვს და თვითონ პულზეც კარგად ასტეიკებენ, არის ასე ვთქვათ ამ Pancake-ში რაღაც ისეთი ტექნოლოგიური, რაც მომავალში გამოყენებადია დეცენტრალიზებული exchange-ების მიერ. ეხლა უბრალოდ ძალიან ბევრი დრო არ წავიღო და არ ჩავიდე ტექნიკურ ნაწილებში, მე შემიძლია გითხრათ, რომ დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტები ეს იქნება უახლოესი 2-3 წლის ტრენდი. გვინდა თუ არ გვინდა ეს იქნება. შესაბამისად, ცენტრალიზებული ბირჟებიც ამას ხვდებიან და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყველა ცენტრალიზებულ ბირჟაზე დეცენტრალიზებული coin-ები უკვე აქტიურად ივაჭრება. ერთმანეთში სვეპინგით და fiat-ზეც და USDT-ზეც და stable coins-ზეც და ასე შემდეგ. ამიტომ მე ძალიან
ყურადღებით ვაკვირდები ახალ დეცენტრალიზებულ კოინებს, თუმცა სანამ ის მე ვამბობ ხოლმე ასე, პამპის დიაპაზონს სანამ გაივლის, ანუ რაღაცა კაპიტალიზაციას რო აკრიფავს, იმის მერე დაპამპო აღარ არის იმის ადვილი. და როცა მისი კოინი დაპამპის მერე უკვე იზრდება, ანუ იმ დიაპაზონს რო აცდება და რაღაცა დაუშვათ 100 მილიონი დოლარის ან რაღაცა 50 მილიონი დოლარის დიაპაზონს აცდება, მერე უკვე იმის დაპამპვა ცოტა რთულია. და შესაბამისად ის რო ფასში მოძრაობს ბაზრის მიწოდება მოთხოვნასთან უკვე ახლოს არის. ამიტომ როგორც კი თქვენ ნახავთ, მაყურებლებს მინდა ვურჩიო, როგორც კი თქვენ ნახავთ, რომ ეს დეცენტრალიზებული კოინი წამოვიდა, დააკვირდით, რამოდენიმე პამპი მოხდება აუცილებლად. როგორც კი ეს დაპამპები დამთავრდება, მისი ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ქვემო წამოსვლა მოდის და მერე იწყება სტაბილურობა. აი სტაბილურობის მერე იწყება ზრდა. თუ არ მოკვდა. თუ არ მოკვდა და რაღაც პერიოდს გაუძლო, იმის მერე იწყება ზრდა. აი მაგ დროს უნდა დააკვირდეთ. ეს არის ხოლმე იმ კოინის პირველი სასიცოცხლო პერიოდის 8-10%. ანუ 10% რო გავა დაუშვათ 3 წლის ჭრილში. ის ან მოკვდება, ან გადარჩება და იზრდება. იმიტომ რომ მართლა მაგარია. კი, ავთო მორის ნახევარი შეხვედრა რო გვაქვს. კი, არა, რაღაცა შეხვედრას დაგველოდებიან, მაგრამ აი ბოლო რამოდენიმე კითხვა მინდა, იმიტომ რომ რავი, საინტერესო საუბარია, არის თან მეც ხო ის მუღამში შევდივარ, არასავალ. თავარია უბრალოდ სხვა გადაცემასთან არ გადავიკვეთოთ, მე გისამართლე. რა საინფორმაციო ჭრილი არ მოვიდეს. ხო, ძალიან საინტერესოა, ბრატ. აი, არა შემახსენე. აი, ალექს, მაშინ ბარემ ჩვენი ასე ვთქვათ საუბრებიდან და ასე შემდეგ ანეკდოტი უნდა მოგეყოლა კიდე შენ. კი ბატონო. და თან ეს კითხვა ყველაზე მეტად მომეწონა მე სხვათა შორის, იმიტომ რომ არის ჩვენთანაც ტენდენციები, ვისი შეიძლება გჯეროდეს და ვისი არა. ან რისი უნდა გჯეროდეს და რისი არა და მაგ ნაწილშიც აი ადამიანებმა როგორ მოახდინონ დივერსიფიცირება რაღაც დაყოფა ან თავისთვის გაფილტრვა, ესეც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ამაზე. ან თუ დავუშვათ შენ ამაში სხვა ის ქონდა მოაზრებული, ესეც არ არის პრობლემა, ამ კუთხით გავყვეთ. მოგახსენებთ რისი და რისი უნდა გჯეროდეს. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვიხილავთ რომელიმე კოინს, პირველ რიგში დააკვირდით გუნდს. რა გუნდი ქმნის ამას. თუ ის გუნდის წევრები გადმოსულები არიან დიდი კომპანიების დამფუძნებლებიდან, რაღაცა დიდი პროექტების დასრულებიდან, ანუ ადამიანი ორჯერ თუ გააკეთა, მაგარი გამოვიდა, მესამეჯერაც გააკეთებს. თუ ადამიანი ჩინეთში რაღაცა თაღლითობაზეა ძებნილი და წამოვიდა მაიამიში და იქ ტრასტ ესა დედას გეფიცები ტრასტ კომპანი გააკეთა. ნუ აი რა ვიცი როგორ უნდა უჯერო მაგას. ზუსტად. ხო და ეხლა ძალიან გამონაკლისები ალბათ არსებობს. არის სამძებრო მონასტერში თუ წავლენ მე რა. აი ცოტა კრიპტოში ეკჭირს. კრიპტოში ეკჭირს. კიდევ ტიპი რომ მონასტერში მიდის და მე მაიამიში და არა ძმაო. ხო და თემა ზუსტად ის არის რომ პირველ რიგში როდესაც თქვენ რამე კრიპტოვალუტის ინვესტიციას, კრიპტოვალუტაში ინვესტიციას აპირებთ, ნახეთ სად ილისტება რომელ ბირჟებზე, ანუ ყველა თავმოყარე ბირჟა ამას აკეთებს, ამოწმებს teams, გუნდს რომელიც ამას ქმნის. მერე ამოწმებს რომელ ქვეყნებშია პოპულარული. კი მეუნებიან ხოლმე დაუშვათ კრიპტოვალუტა, რომელი ქვეყნის კრიპტოვალუტა არის. რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყნის არ არის, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში უფრო პოპულარულია. დღეს რომ ბოლო 3 თვეა ინდოეთში რომ დოჯკოინი პოპულარული გახდა, არ ვიცი, ჩვენთან ეგრე შაურმა არ არის პოპულარული. შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ დოჯკოინი ინდურია. მაგრამ იმ ქვეყანაში გახდა პოპულარული. რატო? ნუ გარკვეული, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში აქტივობის გამო. ამიტომ ნუ დავუჯერებთ ზოგიერთ ერთეულ პიროვნებებს, ცნობილ ადამიანებს, როდესაც ის რამეს აპიარებს. კი, ეს უბრალოდ მას მისი რაღაც ფინანსური ინტერესია და შეიძლება ფინანსური ინტერესიც არ არის, მაგალითად იგივე ხო ჰოლდერი. ხო, რაღაც ჰოლდერი იყოს, ან უბრალოდ თემა ის იყოს, რომ ჩავმოვარდა სიტყვა და რაღაც პირდაპირ ეთერში და თქვა. ჩვენ იმიტომ ჯობია დაგვიჯეროთ, რომ ჩვენ ცნობილები არა ვართ მეგობრებო. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ცნობილ ადამიანებმა რაღაცა თქვეს და ამას მერე ტალღოვანად მოყვება მასის, ასე ვთქვათ, განვითარება. ანეკდოტზე ძალიან ისე ვარ რაღაცა. აი ანეკდოტსაც მოგიყვებით ზუსტად მაგაზე ინვესტორი როგორ აკეთებს წარმატებული ბჭყალებში წარმატებული კრიპტო ინვესტორისზე ანეკდოტი. არ ვიცი, თქვენთან კრიპტო ანეკდოტი გაჟღერებულა? არა, პირველი ექსკლუზივი ეკუთვნის ალექს უდადეს კრიპტო ანეკდოტი. დიდი, ასე ვთქვათ,
ასე ვთქვათ, ახალ ქართველებს რო ეძახიან რა, ეს დიდი კაცი მოინდომებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებას და 1-2-3 სანაცნობოში რაღაც მიდგება, მოდგება და აი ძალიან ბევრი ფული უნდა მე ვიციო, კაცო, ესო მაგარი ფულს წერცო. ხო და მოკლედ დაუჯდება ეს ფინანსური ანალიტიკოსი, აყიდინებს კრიპტოვალუტას და ზიან და არ ეცება, ფაში არ ეცება ეს კრიპტოვალუტა. გადის პერიოდი და ცოტა თამაშობს რაღაცებს და ვაუ, რა მაგარია ბიჭო, ვარდნის ბაზარზეო არ დაეცაო და მე ერთი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა რა, ცოტა ახალი სტუდენტი როა და ძლივს რო ისწავლა ეს კრიპტოვალუტა. ბიძია თქვენ stablecoin-ში გაქვთ ფული ჩადებული. ეგ იდეა შიდა ხუმრობა არის. სხვათა შორის აი მარგალიტები არა. მაგაზე იმდენთან ანეკდოტის გარდა მაგაზე რეალური სიტუაციებია. კი, მაგასო. არსებობს მე ვეძახი ხოლმე ხო იცი კრიპტო მარგალიტებს რა ეს რაღაცებს, როდესაც არის ხომ ეს და ვიღაცა ერთხელ ტიპი იყო ერთი რა, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა რომ აი ეს Tether USDT-ო რას ფიქრობთ გაიზრდებაო? გძევა და შიდა მეთქი აი კაპიტალიზაციაში ნამდვილად გაიზრდება. დაგიჟდება კი. რა ვიცი, აი ბოლოსკე რო წავიდეთ ალექს და აი ბოლოს დღეს თორე და საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენ დრო რო შევხვდეთ და ვისაუბროთ. ამიტომ აი დღეს მაგალითად კიდევ რას გვეტყოდი ამ ტოკიოში თუ წავედეთა და უცებად შევხვდებით. მე ერთადერთი იმ კითხვაზე მინდა გავცე პასუხი, როდის ვიყიდოთ კრიპტოვალუტა. ზოგი ასე ვთქვათ, 2 თვის წინ 60,000 ღირდა ბიტკოინი და ნეტა არ მეყიდა და აი $10,000 ღირდა და ნეტა მეყიდა და არა. კრიპტოვალუტა იყიდა მაშინ, როცა შესაძლებლობა გაქვს. დღეს გაქვს ფული, რაღაცა გადადებული თანხებით, ეხლა როგორც ვისაუბრეთ, ის რაც ასე ვთქვათ, ნაკლებად რისკიანი თანხა გაქვს და იმის დაკარგვის რომ კატასტროფას არ მოგიტანს, ანუ ბანკში არ უნდა მიხვიდე და რაღაც ვალები არ აქვს. შენ თანხა გაქვს რა, მანქანა გაყიდე 12,000-ად, იყიდე 1000, 2,000 მოგჩა, რომელიც შეიძლება და არ მოგჩენოდა, მაგრამ მოგჩა. წადი ამით იყიდე კრიპტოვალუტა რაღაცები შეინახო, ხომ stablecoin-ი არ იყიდო. ხო და აი ამ შემთხვევაში, როცა შესაძლებლობა გაქვს. ის stablecoin-ის ყიდვა შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში ჯაფარსთან ქონდა ის, რომ თუ დაასტეიკებ მაგალითად, რა შეიძლება. ხო, დაასტეიკების თვალსაზრისით შეგიძლია. უბრალოდ აქ თემა ის არის, რომ სტეიკინგი ინვესტიციის პროცენტულად ეცემა, ყოველთვის დაეცემა, იმიტომ რომ ეს კანონია ასეთი. ხო და შესაბამისად დადგება რაღაცა დრო 1 წლის მერე, როცა ინფლაცია შეჭამს იმ მოგებას. იმიტომ რომ სხვადასხვა ადგილებში ეს stablecoin-ის სხვადასხვანაირი პროცენტი სტეიკდება. ვინც გისტეიკებს იმანაც ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით stablecoin-ის დასტეიკებასთან. და რაც შეეხება ზუსტად ამას, რომ როდის მოვახდინოთ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში, მოვახდინეთ მაშინ, როცა თქვენ გაქვთ აქტივი. ფინანსური აქტივი გაქვთ, რომელიც მოგჩათ რაღაცა და ახალი ავეჯი ვიყიდო თუ ნახევარი ვიყიდო და ნახევარი დავაკოინო, აი მაგ შემთხვევაში როცა მაგარ ჩემაზე ხარ. გადადე, შეინახე, საიმედოდ ამოწერე ფურცელზე ყველაფერი შეინახე, წადი სხვა საქმეს მიხედე. 2 წლის მერე გაგახსენდება, გაგიხარდება. თუ დაკარგე და ვინჩესტერზე გაქვს ჰარდვოლეტი და ისიც გადააგდე სანაგვეზე, წადი მერე ნახევარი სანაგვი იყიდე იმ გერმანელებმა რო ხმის და ეძებე შენი მხარი დისკი რო შენი ფული ამოიღო. მამა იცით ეგ ამბავი, მამამ რო შვილს ახალი ლეპტოპი აჩუქა. შვილმა ისა 50 ბიტკოინი თუ 60 ბიტკოინი შეინახა, წავიდა მივლინებაში, იმაში დასასვენებლად. და რო ჩამოვიდა მამამ ახალი ლეპტოპი დაახვედრა, გაჩუქეო შვილო. აი მას შემოერტყა თავში. დაიო, მადლობა, ძველი სანაგვეზე გადავაგდეთ. და თიმა ნახევარი სანაგვე იყიდა, უშები და ქეკავენ რომ იპოვონ ის ვინჩესტერი. იპოვეს თუ არა? ვე ჯერ არ მაგაზე ინფორმაცია არ არის. 60 ბიტკოინი გაუქანან სანაგვეზე. გასიგიჟია წარმოიდგინე. ეს ლევანდელ ამბავს გეუბნებით ხო? აი ავტო მე და ავტო გუშინ ლაპარაკობდით ლაივში ქონდა კოლი და ავტოს სახეები რო იყო ეგ კუბში. ხო. აი ეგ მომენტები ცოტა ფხილად ეგ კუბში და წარმე არ გირჩევთ მაგის ნახვა. არ გადაუყაროთ ახლობლებს აპარატურა, რომელიც არის ნოუთბუქი, ტელეფონი, სადაც შეიძლება იყოს კრიპტოვალუტა. კი ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა ალექს, მე პირადად გიხდი ძალიან დიდი მადლობას, რავი, თუნდაც კრიპტობაზრის სახელით, რომ რავი, ესეც საინტერესო შეხვედრა, ხო, საინტერესო შეხვედრა შედგა ჩვენი, საინტერესო საუბარი შედგა და მართლა ვიმედობრებ, რომ ტოკიოში დავალთ ერთად. კი ბატონო. სამომავლოდაც შემიძლია, მაგრამ საინტერესო თემები მოგაწოდოთ. კი ბატონო, ეს პირველი და უკანასკნელი მოსვლა არ იქნება, მე მგონია ჩვენი, იმიტომ რომ საინტერესო რესპონდენტი ხართ და ვიცი. მადლობა დიდი ყველას და თუ რამე საინტერესო გექნებით, ჩემი კონტაქტები ყველგან არის, შეგიძლიათ მკითხოთ. დიდი მადლობა ყველას. მომწეროთ, არ არის პრობლემა. კაი ხარ. კარგად.
მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ეთერი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორები არიან coinmania.gr და BitExchange. ორივე ძალიან და ულოცავთ საბას გამარჯვებას. საბა, რა თქმა უნდა, შენ გილოცავ და გამარჯვებას. Google შენ არ გვიწყინო BitTZ. მოკლედ რო თქვა, გვექნება ასევე გადაცემა კომერციული პროექტებზეც დავიწყებთ. რავი, გიორგი იმაზე სტელარზე აუცილებლად გვექნება კონკრეტული გადაცემა. კი ვამბობთ ავთო, მაგრამ ისიც უთხრათ, რომ ამ გადაცემს ისე ვალაგებთ, როგორც თვითონ უნდა ხოლმე მაყურებელს უფრო მეტ ადამიანს, ხო? ანუ რაც ტრენდი ხდება ხოლმე, მაგალითად, როცა ახლა ბიტკოინი წამოვიდა უკან და ეგრევე ყველამ დაიწყო რაღაცა, რატო ვიყიდე ზემოთ და საჭირო იყო რა ესეთი ისინი და საჭირო არის ჩემი აზრით. ანუ მე დამეხმარებოდა მე რო ესეთი რაღაცები მომესმინა მაგალითად ფსიქოლოგიურად. ამიტომ ზადიყავთ, მეგობრებო, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რაც თავარია. არა აქვს მაგას მნიშვნელობა, რავი 20000 დატესტოს, არაა პრობლემა. კაია ეგ. იმიტომ რომ 20 თუ დატესტა ახლა, ესე იგი უკვე მზადა ვარ, რომ სადღაც წავიდე და მეორე რაუნდი დაიწყოს. მე მაგის ვჯერა ყოველ შემთხვევაში და ჩემი თუ ვინმეს ჯერა, ჩემი სუბიექტური ჩემი ჯერა? ჩემი ჯერა? ანუ ეგეთი ამბავია, მაშინ რავი, ეგ თემა არის რა. მეორე რაუნდისთვის უნდა მოვიბრძო. მეორე რაუნდი ისე არ იქნება, რომ რაღაცები არ დაიფერთხოს და ვიღაცები ბაზიდან არ გაიყაროს. და მე ახალი ფული უნდა შემოვიდეს აუცილებლად. ახალი ფულს ველოდებით მთელი კრიპტოსამყარო. ახლა მეგობრებო, ერთ რამეს შეგახსენებთ. ჩვენ კი გეუბნებოდით ადრე ზოგადად პროექტებზე მუშაობთ. ვაკეთებთ ტოკენს, რომელიც მიბული იქნება ჩვენს ვაჭრობასთან. შესაბამისად ამას ტექნიკურად მე რა გიხსნით, მაგრამ მხოლოდ 10 კაც ექნება შესაძლებლობა ამ ტოკენის ყიდვის, ჩონჩხს ვიტყვი, მხოლოდ ამ ტოკენის ყიდვის. შესაბამისად ჩვენ მოვიგებთ იმ თანხას, ავიცი ამ ტოკენებს ჩვენად დაგენერირდება ეს მოგება, წავაგებთ, წაგებას დაგენერირდება და ასე შემდეგ რა. ეს 10 კაცი მოკლედ რო თქვათ შევსებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ წინასწარ განსაზღვრული, ამიტომ ყველას ვერ მიგიღებთ ძალიან დიდ ბოდიშკი, იმიტომ რომ სატესტო რეჟიმი არის, ეს არ არის რაღაც forex ჯგუფი, სადაც ყველას ესე თქვენ ფულებს წავიღებთ და დავაი ბიჭებო მიდი და მიგვიხარია. ვისაც ჯერჯერობით ვიცნობთ, გვაქვს მათთან კონტაქტი და ასე რომ ვთქვათ, იმ ადამიანებისგან ვიღებთ და მივიღებთ ასე რომ ვთქვათ ამ თანხებს, ასევე გირჩიტივის ვთავაზობთ, რომ ამ პროექტში შემოგვიერთდნენ და იყიდოთ ტოკენი, არ არის პრობლემა ჯიგრებო. შესაბამისად, მეგობრებო, აი ამ პროექტს დავიწყებთ და რა ვიცი, თან დავტესტავთ ტოკენს. აი ესე მარტივად არ გვინდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ყველა ტექნიკური დეტალი გავიაროთ. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქართველი, რომელიც შვედეთში არის, ის გვეხმარება ტექნიკურ ნაწილში და რა ვიცი, ჯერჯერობით არ ვასაჯაროვებთ, მე საჯაროდ მოვხდით მადლობა. აქედან კი, რა ვიცი, დღეს უკვე გემშვიდობებით, პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ბიტკოინი მართალია ჩამოსულია 11.592-ზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორები არიან coinmania.gr, თქვენი საიმედო და ჩემი საიმედო მეგობარი ციფრულ და რეალურ სამყაროში და ასევე BitExchange, ერთადერთი ATM ქართული კომპანია, რომელიც საერთაშორისო 40 ATM კომპანიას შორის არის და საკუთარი სოფტით, საკუთარი თიმით, საკუთარი მიზნებით და საკუთარი იდეებით. რა ვიცი, ძალიან მაგარი რაღაცაა რა. მოკლედ წარმატებული დღე. არ შეგეშინდეთ ბიტკოინის ვარდის. ზემოთაც წავალთ, მე ისე ქვემოთაც წამოვართ. ვიცად გადაცემა არ გინახავთ, გადმოახვიეთ. ალექს უდადესთან ერთად ძალიან საინტერესო გადაცემა მქონდა. რა ვიცი, ეს გემშვიდობებით ავთოსთან ერთად. აბა თქვენიც კარგად იყავ. თუ ზემუნ.